ივანიშვილი დღემდე დარწმუნებულია, რომ ეს ფული რაღაცა რომელიც წარმოიშვა წლების წინ, ხო, იქ რაღაც შვეიცარიის ბანკთან მე რაღაც სხვა დავა სატრასტო კომპანიებთან ასე შემდეგ, მე არც მე ვერ გავყევი ბოლომდე ამ დავას, თქვენ თუ გაყევით იქნება ამიხსნათ რა ხდება. ადამიანი დარწმუნებულია, რომ ეს ამერიკამ თუ deep state-მა თუ ვიღაცამ დაუბლოკა. და ყველაფერი აქედან მომდინარე ხდება. მე არ ვიცი ხა ერთი მხრივ გვარწმუნებენ რომ რაღაც ომში გვითრევდნენ და ამიტომ გაფუჭდა ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ მეორე მხრივ სულ ფულზე ლაპარაკობს ეს კაცი და ფულის გამო გაფუჭდა თუ ომში გვითრევდნენ, ეგეც კიდე ერთი კითხვა რა, ველა შენგან დავიწყე. ხო, ხა ადამიანი რომელიც ამ ხელა ეპისტოლეში ფულის გარდა არაფერზე ლაპარაკობს, ოღონდ თანამატებს რომ ფული კი არ არის თავარი ამბავია. ხო, თქვენ რო სადაც ვეტყვით იქ დავხარჯავ, ოღონდ მარტო ფულზე ლაპარაკობს. სინამდვილეში ამ ადამიანს თუ რამე ადარდებს მარტო საკუთარი უსაფრთხოება, საკუთარი ფინანსი. სხვა არაფერი არ ადარდებს. არც კობახიძე ადარდებს, არც დინარაძე, არც ერთი მინისტრი, არც მთავრობა. და მით უმეტეს საქართველოს ბედი რო არ ადარდებს, ახლა გასაგებია, ხო, ისედაც. ამ ადამიანს ადარდებს ის, რომ საკუთარი ფული ოდესღაც აბსოლუტურად ჩვეულებრივ მაქინაციის გამო დაკარგა შვეიცარიულ ბანკში. მე რაღაც სასამართლოები მოიგო. ხო, სასამართლოები მოიგო, უბრალოდ იმ ბანკს რეალურად ლიკვიდურობის პრობლემა ჰქონდა, ფულის დაბრუნება არ შეეძლო, იმიტომ რომ კოტრდებოდა და ფულს ვერ აბრუნდებოდა და ამიტომ პროცესს წელავდა, რაც არის ახლა უამრავი შემთხვევა გვინახავს ასეთი კორპორატიულ სამართალში, ხო? უამრავი შემთხვევა ყოფილა, რომ ფული არ აგაკ და წელავ პროცესს მაქსიმალურად რომ არ მოგიწიოს დაბრუნება. ეს ადამიანმა გადათარგმნა რაღაც შეთქმულების თეორიაში, თითქოს ვიღაცა მას ებრძოდა და მის ფინანსებს ებრძოდა. ოღონდ მერე აუხდა ეგ ყველაფერი. როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა, მის სინგაპურში მოგებულ ამ თანხასაც შეეხო ეს სანქციები სინგაპურიდან. მას ფული ვერ ჩაერიცხება, სანამ მას ეს სანქციები ადევს. და მას თუ სანქციების მოხსნა უნდა, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რადგან ამ სანქციებში ეს ფული მოხვდა, შეიძლება მართლაც ჰქონდა მანამდე ინტერესი ამერიკას ამ ფულთან და ჯერ ვიღაც შვეიცარიელი ბანკის მოაპარინა და მე სასამართლოში არა, დავა რო გაუჩერეს, დავის მერე რო გამიჩერეს. დავის მერე გაუჩერეს, იმიტომ რომ კრედიტ სუის არ ჰქონდა ფული. რო გადაეხადა და ეს გამოჩნდა კარგად, იმიტომ რომ ეს კრედიტ სუის კიდევ გაკოტრდა და ბოლოს სხვა ბანკმა იყიდა, რომ შვეიცარიულ საბანკო სისტემას არ შექმნოდა რეპუტაციული პრობლემები. ამას არ ჭირდება დიდი ფილოსოფია, ხა ეს ზედაპირზე დებს, ხო? ამ ბანკს ჰქონდა ფინანსური პრობლემა. სანქციებში რაღაცა მოხდა ამის მოგებული ფული. ანუ ხა ეგეთ სიტუაცია რომ სასამართლოში მოგებული აქვს ფული, მაგრამ ეხლა უკვე ამერიკამ ღია თქვა რომ მე დავადე ამას სანქცია და ვერ მიიღებ ამ ფულს. სანქციებში ივანიშვილის ფული მოხდა იმიტომ, რომ ეს ადამიანი დასანქციდა კონკრეტული მიზეზის გამო, იმისთვის, რომ ის ხელს უწყობდა რუსული ინტერესების გავრცელება საქართველოში. ეს წერია პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დადებულ სანქციებში. შესაბამისად, ამერიკელები მარტო ბიძინა ივანიშვილს კი არ უჩვენებენ ფინანსებს. ყველას, ვინც ამ კონკრეტული აქტით არის დასანქცირებული, შეჩერებული აქვს ყველანაირი ფინანსური ოპერაციები და მათ შორის ყველანაირი საბანკო გადარიცხვა. ივანიშვილი კიდე დაინდეს. მის კომპანიებს ჯერ არ არის შეხებული ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ოჯახის წევრებს. მარტო კონკრეტულად მის ფულს შეეხნენ და მის კომპანიები ჯერჯერობით აგრძელებენ მუშაობას, მაგრამ ისე მიყავს საქმე, რომ აქამდეც მიულენ დიდი ალბათობით და მის კომპანიებსაც შეეხება და მისი ოჯახის წევრებსაც, რომელიც ზოგი საცხოვრობს, ზოგი საცხოვრობს და ზოგი სადგულობს და სათქარჯოს ფულს ოღონდ ქეშით დააქვთ, მისთვის ფული ჩვენს მაგრამ ნახე ივანიშვილის ლოგიკა როგორი არის, რაღაც დამასანქცირეთო. ეხლა თან მოვდიხარ და მე ჩემთან მოლაპარაკება გინდათო, გამოდისო რომ შანტაჟის ქვეშ ყავართო, ხო? ანუ რაზე უნდა მელაპარაკოთ, რომ აი თუ მე შევასრულებ ამ ყველაფერს, სანქციებს მოგიხსნით და ეგ შანტაჟია და არ მინდა მაგას ამბობს რა. ამერიკელები რასაც თავაზობენ ივანიშვილს, ეს არის კონკრეტული ქცევის შეცვლა. ის კი არა რომ შენ ახლა კონკრეტულად შენ კარგად მოიქეცი და შენ ფულს დაგიბრუნებ. არა, ამერიკა ვერაფერ ფულს ვერ დაუბრუნებს ივანიშვილს. ერთი ეს კონკრეტული დავის შემდეგ მოგებულმა უნდა გადმოურიცხოს. ამერიკას უბრალოდ შეუძლია დაბლოკოს იქამდე სანამ მას სანქციები ედოს. მაგრამ ივანიშვილს აქ კონკრეტული მოთხოვნები შესასრულებელი. მათ შორის ის რომ პოლიტიკურად ადამიანები ყავს, აქ 50-ზე მეტი ადამიანი დაკავებული. ესენი ყავს გამოსაშვები. ნორმალური არჩევნები აქ ამ ქვეყანაში შესაძლებელი. რეპრესიები აქ დასამთავრებელი, ხვალ და ზეგ თუ დეკემბერში როცა იქნება, როცა საკონსტიტუციო საარჩევნო შეიტანონ პარტიების აკრძალვას რო აპირებს. ეგ აქ გასაუქმებელი, ის კანონები აქ გასაუქმებელი, რაც ბოლო პერიოდში მიიღო და მერე შეიძლება იყოს საუბარი არა კონკრეტულად ივანიშვილის სანქციების მოხსნაზე, არამედ ამ მთავრობასთან, ამ ეგრეთ წოდებულ მთავრობასთან რამენაირი სახის ურთიერთობაზე.
თორემ ამ წუთას რო ურთიერთობა არ არის და ამერიკასა და საქართველოს შორის დაზიანებულია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და საერთოდ გაუქმებულია, ამას არც თვითონ არ უარყოფენ. ოღონდ თვითონ ასამობენ, იცით, ჯერ ფული დამემბრუნეო და მე ვილაპარაკოთ და ესე არ გამოვა. ის ჯერ უნდა დაიწყდეს მოლაპარაკების მაგიდაზე, უნდა გაეცნოს იმ პირობებს, რაც აქვს ამერიკელებს. მერე უნდა თქვას თავისი სიტყვა. ხო და რატო ხა ეს ეუბნება თავის ამორჩევებს, რომ ნახეთ მე რა მაგარი ვარ, ორ ფეხზე ვდგავარ, ამერიკა რომ ეუბნება, ამერიკის პირობებს არ ვეთანხმები და ჩემ პირობებს ვუყენებ. კი, ორ ფეხზე დგას, ოღონდ ამის გამო ზიანდება ამ ქვეყნის ინტერესები. 60 მილიონი შარშანო გაგვიჭერეს თავდაცვის ბიუჯეტის დაფინანსება ამერიკის შეერთებულ შტატებმა. იმიტომ არის, რომ ორ ფეხზე დგას ივანიშვილი. თავის ფულის გამო ამ ქვეყნის ინტერესები ზიანდება. ჩვენ ვრჩებით მეგობრების გარეშე, ჩვენ ვრჩებით პარტნიორების გარეშე და ჩვენ ვრჩებით მაგასთან ეს მეგობრობა არ არისო, მაგათო ბატონობა უნდა. დღეს კალაძემ თქვა რომ ჩვენ გვინდა მეგობრობა ამერიკასთან, მაგრამ ბატონი რო იყოსო არ გვინდაო. კი, ივანიშვილის ფული თუ არ დააბრუნა ამერიკამ, ცნობილი შე დააბრუნოს, მაგრამ ამიტომ არ არის ამერიკა საქართველოს მეგობარი და 6 მილიარდზე მეტი რო აქვს ამერიკას დახარჯული ამ ქვეყანაში. ეგ არ არის მეგობრობა. მაგაზე 500 მილიონი რო არ დაუბრუნა ივანიშვილს, ამიტომ არ არის მეგობრობა. მაგაზე სხვა კალკულაცია აქვს. ძალიან ბევრი აქვს დახარჯული. სხვა კალკულაცია აქვს იმას, რა ქვია, ყობახიძეს. ყობახიძის წერილი ხო ნახე რა როგორი კალკულაცია. მაგაში არ შევა. ჩვენ უფრო მეტი შეღავათი გაგიწიეთო ავღანეთში ერახში ვიდრე თქვენ დახარჯეთ, იმიტომ რომ ის რაც მიშას მიეცი და არასამთავრობოებსო ის ფული არის თუ არ გეთვლებათ საერთოდ. ხო, ხა მაგაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ, ადამიანები ომის მერე ამ ქვეყანას, როცა უდიდესი ეკონომიკური პრობლემები ჰქონდა და შეიძლება კოლაფსის წინაშე აღმოჩენილიყავით, მართლა ფული მოგცეს იმისთვის, რომ გადავრჩენილიყავთ, მართლა შიმშილობა არ დაწყებულიყო, ეკონომიკური პრობლემები არ ყოფილიყო, სააკაშვილის რეჟიმი გადაურჩენია თურმე ამერიკას და ევროპას. სინამდვილეში ჩვენ გადაგვარჩინა იმითი, რომ ომისგან დაზიანებული ქვეყნის ეკონომიკა რო არ ჩამოშლილიყო, ლარი რო არ გამختارიყო 5 კუპონი. ხო, რო არ გაკუპონებულიყო მარტივად რო ვთქვა, მაგაში მოგცეს ფული. და დაეხმანენ ყველა თქვენ მე და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს და ამას ეს უსრიცხველო ადამიანი ამბობს რომ თურმე სააკაშვილის რეჟიმის გადასარჩენად დახარჯეს. ხა ამ სიგიჟეებზე როდესაც ვილაპარაკოთ ვახტანგ გობელაურის ამბავი, ხო, ეს როგორ დაიწყო ერთმანეთს. ხო, ჯერსუსის უფროსი წავიდა, მერე თქვა სხვები და ანუ ვინც კი იყო ირაკლი ღარიბაშვილიც კი წავიდა, ანუ რაღაცა უშუალოდ ივანიშვილთან დაკავშირებული ადამიანები ვინც იყვნენ, ერთადერთი მე მგონი დარჩა ეხლა დაცვის სამსახურის უფროსი ბატონი ანზორ ჩუბინიძე, ხო? დანარჩენი ყველა ვინც ივანიშვილის კადრი იყო წავიდა და ყველა არის დამნო რა ხდება. ანუ ივანიშვილი მართლა აბარებს თელხელსფურას ირაკლი ყობახიძეს თუ რას უკავშირებთ ამ ყველაფერს? ზოგადად ასეთი ავტორიტარული რეჟიმების და მით უმეტეს ასაკიანი ავტორიტარების სენი არის ეჭვიანობა, მანიაკალური ეჭვიანობა ზოგადად, მათ შორის პირველ რიგში უახლოეს გარემოცვაზე და იმ ადამიანებზე, რომელსაც წლები ედობოდა, ხო? ეს არ არის პირველი შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში. როცა ავტორიტარები ან დიქტატორები იწყებენ მის უახლოეს გარემოცვის წმენდას პირველ რიგში, იმიტომ რომ იქ რაღაცა დააკლო, იქ რაღაცა გამოხედვა არ მოეწონა და ამ შემდეგ პატარ-პატარ რაღაცებიდან იწყებენ წმენდას. ოღონდ ამ წმენდას არ იწყებენ ჩვეულებრივ სიტუაციაში, ამ წმენდას იწყებენ მასში, როცა კრიზისია და როცა პრობლემებია. და ეს წმენდა მაგის დადასტურებაა, რომ არის თუ პირიქით ირაკლი ყობახიძის ხელში მოქცევა მთელი ძალაუფლება. ეგ ერთმანეთს არ გამორიცხავს პირიქით. ეგ ერთმანეთთან დაკავშირებული რაღაცა არის. რატო უნდა გინდოდეს ეხლა შენი ხალხი გახვეტო და სხვას დაუტოვო მთელი ძალაუფლება? იმიტომ რომ ადამიანი, კონკრეტულად ივანიშვილი და ზოგადად ივანიშვილს რო თავი დამავნოთ ზოგადად ავტორიტარები ასეთი ეჭვიანობის დროს ირჩევენ ადამიანებს. ან შეიძლება ერთ კონკრეტულ ადამიანს, რომელსაც ენდობიან მარტო იმას და სხვებს აღარ. და ესეთი შემთხვევები იცით ხშირად როგორ მთავრდება? ის ვისაც ენდობიან აყირავებს ხოლმე მინდობილ პირს. ასე მოხდა ყაზახეთში, ასე მოხდა დუტერტეს შემთხვევაში, ასე მოხდა რა უამრავ შემთხვევაში. მოკლედ, როცა ავტორიტარიზმი მიდის ბოლოსკენ, როცა მისი ფინიში ახლოვდება, იწყებენ წმენდას კლანებისგან და მხოლოდ ერთი კლანი რჩება ბოლოში, რომელსაც ერთი კონკრეტული ავტორიტარი ენდობა და ეს არის იმის ნიშანი, რომ ამ რეჟიმს ბევრი დრო არ აქვს დარჩენილი. ოღონდ ის იმას არნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ ხალხი ხვალ ჩამოიშლებიან, ამას არ ვამბობ, ეს ასე არ არის, მაგრამ ის რომ ინდიკატორები არსებობს იმისი, რომ ეს რეჟიმი ბოლოსკენ მიდის, ეს ინდიკატორი მათ შორის არის ერთ-ერთი ეს, რასაც აკეთებენ გომელაურის, ილუმინაშვილის და სხვების შემთხვევაში. პირიქით არის და უბრალოდ ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ საბოლოოდ ირაკლი ყობახიძე არის მისი მემკვიდრე. ერთი კითხვა მაგ შემთხვევაში. და როგორც მემკვიდრეს ისე აძლიერებს. და ამზადებს როგორც მემკვიდრე. თუ სუსი ყობახიძისა თუ თავდაცვა ყობახიძისა, თუ პროკურატურა ყობახიძისა, თუ სასამართლო ყობახიძისა, ყველა ყობახიძისა, ივანიშვილი მაშინ ვინ არის?
ერთი კაცი ყობახიძე არის ივანიშვილი? არა. ყობახიძისთვის ვინ არის ივანიშვილი? ადამიანი, რომელსაც არანაირი ბერკეტი აღარ დარჩა, აქვს ბევრი ფული, მეტი არავინ აღარ არის. და ყობახიძეს და ივანიშვილზე კი არა. მე და თქვენ რო ვიყოთ იგივე სიტუაციაში, ჩვენთანაც იგივე შემთხვევა იქნება. ივანიშვილი ბერკეტების გარეშე არის ერთი მოხუცი მდიდარი ადამიანი. გეუბნებით ერთადერთი მიზეზი საკუთარი თავის მტერია. არა, საკუთარი თავის მტერი არ არის. უბრალოდ ლოგიკა არის ასეთი. ნებისმიერი როგორც ხო არ ფიქრობ რომ მე ასეთ ვერსიას შემოგთავაზებთ, რომ თქვა ახლა უნდა რეალურად გასვლა თამაშიდან და მემკვიდრე შეარჩია ყობახიძე და უტოვებს ყველაფერს მას. და რაღაც უ გარანტიებს მოითხოვს მისგან. სანამ გახვალ პროცესიდან, ჯერთია როცა ასე გაგშეტოპილი ესე უბრალოდ ადექი და გახვიდი არ ხდება, არცად არ ხდება. მაგრამ სანამ გახვალ, თავარი მომრიგებელი, ეგრეთ წოდებული ქურდი უნდა იყოს შენ. თუ შენ არ ახარ მომრიგებელი, მაშინ შენ არ გაქვს ძალაუფლება. და ზოგადად ავტორიტარიზმი და დიქტატურა დგას კლანებს შორის ბალანსზე, რომ ერთს აქვს კონკრეტული ძალაუფლება, მეორეს აქვს კონკრეტული ძალაუფლება და შენ აბალანსებ ამას. ერთმანეთს დაპირისპირება რო აქვს, შენთან მოდიან მოსაგვარებლად. და თუ ეგ ფუნქცია შენ აღარ აქვს, მაშინ საჭირო აღარ ახარ. ამ ქვეყანაში ასე თუ ისე არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, არსებობს ჯერჯერობით. ხო და სანამ არსებობს, ეგ უნდა ზუსტად. როცა თუ აღარ იქნება ამ ქვეყანაში არაფერი და პროტესტს გამოხატვებს, მაშინ რეალ პოლიტიკიდან მე მგონი წინა გადაცემაში ვსაუბრობთ, რეალ პოლიტიკიდან გამომდინარე შეიძლება ვიღაცასთან დალაგდნენ. მაგათ მიზანი ზუსტად ეგ არის. და იმიტომ ვერ ლაგდებიან, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, ვინც აპროტესტებენ. ახლა შეიძლება ბევრ რაღაცაში ვაკლებდეთ, რაღაცები არ მოგწონდეს პროტესტის ფორმებში და ასე შემდეგ და წინდეს რომ შედეგს ჯერ კიდევ ვერ მივახციეთ, მაგრამ ის რომ ესენი ვერ ლაგდებიან, არის ამის შედეგი ზუსტად.